მოგესალმებით ვირтуალურ ტელემაყურებლობთ დღემშვიდობისა, შუადღემშვიდობისა ჩვეულებრივ მეგატივის პირდაპირ ეთერში დაიწყო გადაცემა შუადღე ქუთაისში. გახლავართ ამავე გადაცემის წამყვანი ნანა თევდორაძე. ვატარებთ დღევანდელ დღეს თქვენთან ერთად. ბედნიერ დღეს გისურვებთ ცხადია, საინტერესოს პოზიტივებით აღსავსე, სხვათა შორის გამოიდარა ქუთაისში, თუმცა ჩვენთვის დამახასიათებელი ქარი თან ახლავს ამინდს. გილოცავთ ყოველი შემთხვევისთვის მზის სხივებს რომ ხედავთ და კარგ დღეს გისურვებთ ისევ და ისევ. დღეს ოთხშაბათია. უკვე მეორე თვე დაიწყო, რაც ძალიან საინტერესო რუბრიკა დავიწყეთ, ნეიროჯანმრთელობა. სწორედ ამ რუბრიკის ფარგლებში ჩემთან სტუმრად იმყოფება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი იაკო ცერცვაძე. მოგესალმებით ბატონო იაკო, პატივია ვიყო თქვენი მასპინძელი, მოხარული ვარ რომ ისევ გხედავთ ჩვენს მოგრძალებულ სივრცეში. როგორ ხართ, თავს როგორ გრძნობთ? მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მადლობა ამ ერთობლივი ინიციატივისთვის, რაც ჩვენ დაგვებადა იდეა რომ გაგვეკეთებია მსგავსი პროექტი და იმედი ვიქონიოთ რომ წარმატებული იქნება როგორც თქვენთვის ასევე ჩვენთვის ეს პროექტი. ძალიან კარგი. დინამიკა ისეთია რომ იმედის მომცემია შესაბამისად არ დავაღალატოთ ერთმანეთი და ის პაციენტები რომლებიც მე ვიცი რომ გვიყურებენ ხოლმე და დიდი ინტერესით ელოდებიან თქვენს გამოჩენას ცისფერ ეკრანებზე. ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი ასევე ძალიან საპასუხისმგებლო შეხვედრა იყო. იმედს დავიტოვებ ყოველ შემთხვევაში ქუთაისმა ღირსეული მასპინძლობა გაუწია ამ დიდებულ ინიციატივას, რომელიც როდის ჩაისახა არ ვიცი, თუმცა ეს მოკლედ ვიტყვი და წარვადგენ რომ ძვირფასი ტელემაყურებლობა გეტყვით და ბატონი იაკო შემდეგ განავრცობთ. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრმა მინიმალურად ინვაზიური ხერხემლის ქირურგიის საერთაშორისო კურსს უმასპინძლა. სწორედ ეს ძირითადი თემა იქნება ჩვენთვის დღეს სასაუბრო. იაკო, მოგვახსენეთ აბა ეს კურსის იდეა როდის დაიბადა, ვის მასპინძლობდით და რამდენად იმედის მომცემი შესაძლებლობები შეიძლება დაუტოვოს სტუდენტებს და იმ ადამიანებს, ვისაც შემდგომში გადაწყვეტილება აქვს მიღებული ნეიროქირურგიაში მოსინჯონ ძალები. კი ბატონო, ანუ ჩვენს სამედიცინო ცენტრს, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრს სტუმრობდა ამერიკელი ძალიან ცნობილი ნეიროქირურგი ჰამიდ აბასი. მისი სტუმრობა არ არის როგორც ერთი სპეციალისტის და ერთი ნეიროქირურგის სტუმრობა, ეს იყო ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, არა მარტო თქვა ჩემსა და ექიმ აბას შორის, არამედ მთელ ჩემს გუნდს, მთელ სამედიცინო პერსონალს შორის, ასევე ქართველ ნეიროქირურგებსა და ექიმ აბას შორის, რადგან ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მისი ვიზიტის ფარგლებში გაგვეკეთებინა რამოდენიმე ოპერაცია, რომლის პირდაპირ ტრანსლირება ხდებოდა საოპერაციო და საკონფერენციო დარბაზში და ამ ტრანსლირებას და ამ კონფერენციას ესწრებოდა თითქმის საქართველოს ნეიროქირურგების, წარმატებული ნეიროქირურგების 80%. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთოდ საქართველოსთვის ესეთი მსგავსი ტიპის ვიზიტები იწვევს თქვათ შემდეგ ეტაპზე ქართული მედიცინის გადაყვანას და საერთოდ ნეიროქირურგიის გადაყვანას. რაც შეეხება ექიმ აბას, ის არის ძალიან ცნობილი ნეიროქირურგი, ის მოღვაწეობს ჰიუსტონში და მინესოტაში. მას აქვს გავლილი რეზიდენტურა გერმანიაში, ჰაიდელბერგში და სხვათა შორის შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც სხვათა შორის წერან საუბრობით იყო თქვენთან სტუმრად, ეს იყო ნეიროქირურგი პიტერ შმიდეკი, რომელიც არის ევროპაში ძალიან ცნობილი ნეიროქირურგების მასწავლებელი, ისეთი როგორც არის პიტერ ვაიკოცი ბერლინში, შარიტეში, კლაუდიო სტომე ინსბურგში. აღმოჩნდა, რომ მისი რეზიდენტი იყო ეს ჩვენი შემთხვევით აღმოჩნდა. და შემდეგ ჰაიდელბერგში დაამთავრა რეზიდენტურა, წავიდა ამერიკაში თავიდან გაიარა რეზიდენტურა და გახდა ნეიროქირურგი. ის არ არის მარტო ხერხემლის ნეიროქირურგი, ის არის ზოგადად ნეიროქირურგი. ნეიროქირურგი ნიშნავს, რომ აკეთებს ოპერაციას როგორც თავის ტვინზე, ასევე ხერხემალზე. თუმცა მისი ერთ-ერთი მძლავრი მიმართულება არის მინიინვაზიური, სწორად აღნიშნე, მინიინვაზიური რაც ნიშნავს? ნაკლები ინვაზიით, ინვაზია ნიშნავს ნაკლები ტრავმატიზაცია, ნაკლები დაზიანებით. ყველა ოპერაცია, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, რაღაცა ტრავმატიზაციას ვაყენებთ პაციენტს, ხო? გამორიცხულია, რომ რაღაცა ისეთი ოპერაცია გაუკეთო, ისე შეძლო ოპერაციის გაკეთება, რომ ტრავმა არ მიაყენო პაციენტს. თანამედროვე მედიცინის როლი და თანამედროვე ნეიროქირურგიის როლიც ეგ არის, რომ რაც შეიძლება ექიმის მიერ მიყენებული ზიანი იყოს ნაკლები. სწორედ ამას ემსახურება ეს მინიინვაზიური ჩარევა. კარგით, ეს ტერმინი ხშირად გვესმის და როცა პაციენტებთან გაქვთ ხოლმე საუბარი, დაუბრუნდეთ ხო ამ შეხვედრას მნიშვნელობას და როგორ ჩაიარა, მაგრამ მცირე გადახოვებით გვეპატიება. როცა პაციენტს ეუბნებით მაგალითად, რომ მისი დიაგნოზი არის აუცილებლად ოპერაცია და მინიინვაზიური ესმის ეს ტერმინი. ნაკლებად დამთრგუნველია მათთვის, როცა ეუბნებით, რომ ოპერაციაა, მეთოდით უნდა ჩატარდა ეს?
სწორი კითხვა არის. შეიძლება ეს ძალიან ისეთია ფილოსოფიური თემაა და რატო აგიხსნი და შევეცდები აუხსნა მაყურებელსაც. ზოგჯერ შეიძლება ექიმა არასწორად გამოიყენოს ეს ტერმინი და თქვათ ესეთი მარკეტინგული სვლა იყოს ერთ-ერთი რომ ხო თქვათ მე შევეცდები რომ ეს მცირე განაკვეთით გაგიკეთო და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მცირე განაკვეთი არ ნიშნავს მარტო და განაკვეთი არაფერ არ აღნიშნავს ამ ოპერაციის მინინვაზიურობას და ნაკლებ ტრავმატიზაციას. შეიძლება განაკვეთი იყოს დიდი ზომის, მაგრამ თვითონ ოპერაცია იყოს ნაკლებად ტრავმული. ამიტომ ექიმის თვითმიზანი არ უნდა იყოს მინი ოპერაციის გაკეთება. გინდა თქვათ თქვენთან იყო ამის წინ ენდოსკოპისტი, ლაპარასკოპისტი ხო გინეკოლოგი, იქაც ეგივე კონცეფცია არის. ანუ რას ნიშნავს? როდესაც ექიმს აქვს გამოცდილება როგორც ღია ტრადიციული ოპერაციის და ჩემ შემთხვევაში მე მაგალითად როდესაც ჩემი კარიერა დავიწყე, ჩემი ოპერაციები იყო ტრადიციული ღია ოპერაციები. რაღაცა პერიოდის მე რამოდენიმე წლის შემდეგ თქვათ დავიწყე მინინვაზიური ოპერაცია. ანუ ამ დროს უკვე ექიმს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალურად შეარჩიოს იმ კონკრეტულ პაციენტთან რომელ ოპერაციას აქვს რომელ ოპერაციას შეუძლია მისთვის ბენეფიტის მოტანა. ანუ ყოველთვის მინინვაზიური ყოველთვის სწორია, ყოველთვის მაგალითად ზოგჯერ შეიძლება ისეთი ქირურგიული ჩარევა ჭირდებოდეს, იქ რო აირჩიო მინინვაზიური ჩარევა, ბევრად უფრო ინვაზიის ხარისხი გაზარდო და ჩარევის მასშტაბი და ის ტრადიციული ოპერაციით უფრო ნაკლებად ინვაზიური იყოს, ვიდრე მინინვაზიური. ამიტომ სწორად დასვი ეგ კითხვა. შესაბამისად, თანამედროვე ნეიროქირურგიაში ნეიროქირურგებს თავიდან რეზიდენტურაში, ანუ სწავლების პროცესში ასწავლიან სტანდარტულ ქირურგიას. და არ არის აუცილებელი, რომ მას კონდეს გამოცდილება მინინვაზიური ან ენდოსკოპიური ან ლაპარასკოპიული ან მინი ჩარევების, რადგან თავიდან მას საბაზისო ცოდნა კონდეს რა შედეგის მოტანა შეუძლია და როგორ შეიძლება ამ ოპერაციის გაკეთება ტრადიციული გზით, ამის შემდეგ განვითარებულ ქვეყნებში, ამერიკაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში მათ შეუძლიათ უკვე გაიარონ რეზიდენტურა დამატებითი და უკვე დამატებითი უნარჩვევა შეიძინონ. ეს აძლევს საშუალებას ექიმს უკვე სწორად შეარჩიოს იმ კონკრეტულ პაციენტთან, რომელი ოპერაცია აჯობებს აი ამ კონკრეტული სიტუაციისთვის. და პაციენტის რეაქცია მაგალითად ეუბნებით, რომ სტანდარტული მეთოდით უნდა გავუკეთოთ ოპერაცია, მაგრამ მან იცის ეს ტერმინი და ეს სიახლენი. ამ შემთხვევაში თქვენს მიმართულებაში და გთხოვთ, რომ მოდით მინინვაზიური იყოს და მეტი მოლოდინები აქვთ. ექიმი გადაძლევს ხოლმე პაციენტი თუ მაინც ერთობლივი შეთანხმებით ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა. ჯამში გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, სწორი კითხვა არის, პაციენტს სწორად უნდა აუხსნა, სწორად უნდა მიაწოდო ინფორმაცია რა უპირატესობა აქვს აი ამ თქვა კონკრეტულ ოპერაციას. უმეტესი უპირატესობა არის ადრეული რეაბილიტაცია. თქვა შორეული რეზულტატები თითქმის ერთნაირი არის ხოლმე ტრადიციულსა და თქვა მინინვაზიურ ოპერაციებს შორის. როდესაც კვლევები ჩაატარეს და შეადარეს ეს ორი ჯგუფი, თქვა 6 თვეში ნახეს, რომ მათი კმაყოფილების ხარისხი იყო თითქმის ერთნაირი. ადრეული რეაბილიტაცია ან ოპერაციიდან მეორე დღეს ესე ვთქვა ფეხზე დადგომა სიარული მინინვაზიურ ჩარევის დროს უფრო მალე ხდება. მაგრამ არსებობს რაღაცა თქვა დაავადებები, აი მაგალითად კომპლექსური ხერხემლის დაავადება. კომპლექსური რას ნიშნავს? როდესაც რთული დეფორმაცია აქვს პაციენტს, ამ მრავლობითი პატარ-პატარა დაზიანებები აქვს. კიდევ ცოტა უკან დავაბრუნდები, როცა ახალგაზრდაა პაციენტი და რაღაცა თქვა რაღაცა ერთი დონეზე აქვს ოპერაცია გასაკეთებელი, ან თქვა პრობლემა. აი ამ სიტუაციაში მინით გააკეთებ თუ ტრადიციული შეიძლება დიდი განსხვავება ვერ ნახო. მაგრამ როცა პაციენტი ასაკოვანი არის და რა ითვლება? თუ ინდივიდუალურია, საქართველოში რა ითვლება? ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ასაკოვანი პაციენტი შეგვიძლია ჩავთვალოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითად 70 წელი და ზევით, 70 წელი და ზევით პაციენტი, როდესაც მაღალი სხეულის მასის ინდექსი აქვს, ანუ წონიანი პაციენტი არის, კომპლექსურია ოპერაცია, ამ ოპერაციების გაკეთება ტრადიციული გზით მოითხოვს ხანგრძლივ ანესთეზიას. და ხანგრძლივი ანესთეზია ამ პაციენტებში ყოველი დამატებითი 1 საათი 20-30%-ით არის
რისკი ან ინფარქტის განვითარების, ან ინსულტის განვითარების, ან ჭრილობის ინფექციის განვითარების. ამიტომ აი ამ პაციენტებში ძალიან მნიშვნელოვანია მინინვაზიური ჩარევა. ანუ რას გულისხმობს? აი მაგალითად ეს ჩვენი კოლეგა აბასი მან შეიმუშავა თავის ტექნიკა, მას აქვს თავისი შემუშავებული ოპერაცია, ერთ-ერთი სამკუთხედი არის ხერხემალში, ამას ქვია კამბინის სამკუთხედი, რომელიც 1970 წელს აღმოაჩინა ერთ-ერთმა ნეიროქირურგმა, წლების განმავლობაში ეს არსებობდა, თუმცა აი ამ ექიმის მიერ, ამერიკელი ჩვენი კოლეგის მიერ მოხდა ამ მიდგომის დახვეწა, მან აღმოაჩინა მან შეძლო ისეთი ოპერაციის დამუშავება, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა ამ ასაკოვან პაციენტებს, ასევე მაღალი წონის მქონე პაციენტებს, ესეთი კომპლექსური ოპერაცია, რომელსაც ჭირდებოდა 8 საათი ან მეტი, ჩამოიყვანა 1 საათზე და ზოგჯერ საათნახევარზე. ეს არის ფაქტიურად თამაშის წესების შემცვლელი ოპერაცია, ამ პაციენტებს შეუძლიათ იმავე დღესვე დადგენ ფეხზე და მე მას როცა ვსტუმრობდი, ჯერ მოდი თავიდან დავიწყოთ, რომ 5 წლის განმავლობაში 5 წლის წინ შევხვდი მე მას და ერთ-ერთ კონგრესზე მქონდა საშუალება მისი ოპერაცია მენახა და მივხვდი, რომ თუ მე ამ ოპერაციებს საქართველოში დავიწყებდი, შემეძლო ბევრი პაციენტი, რომელსაც დღესდღეობით თუნდაც ამ ოპერაციამდე და იმ დროს, როდესაც ის გავიცანი, მე ვერაფერს ვერ ვთავაზობდი. ეს იყო ის პაციენტები, რომელიც იყო 70 წელს გადაშორებული დეფორმაციული ხერხემალი და თქვა, ჰქონდათ ბევრი კომორბიდული ნიშნავს თანხმლები დაავადებები და საქართველოში ჩემი პაციენტების შემიძლია გითხრა 90% და ამის სტატისტიკა მაქვს, რომ მამაკაცი პაციენტების 90% მწეველი არის. მწეველი ნიშნავს, რომ მისი ძვლის ხარისხი ცუდია, იმ ტიპის ოპერაციები, რომელიც ამ პაციენტს უნდა გაუკეთო, იმპლანტის დაყენება, წარუმატებლობის ალბათობა გაცილებით ორჯერ უფრო მეტია, წარუმატებლობა ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე თქვა არამწეველ პაციენტებში, ასევე მათ აქვთ არანამკურნალები, გულსი ძაღლთა დაავადება, ხშირად მათ აქვთ ინსულტი გადატანილი. ამ პაციენტებს როგორც წესი ვცდილობდით, რომ რაც შეიძლებოდა კონსერვატიულად გვემართა და მათი ცხოვრების ხარისხი არ იყო კარგი. იგივე მაღალ წონის მქონე პაციენტებში, იმიტომ რომ 8 საათიანი ოპერაცია ამ პაციენტებში ნიშნავს, რომ მაღალი იქნებოდა რისკი თვათ რაღაცა გართულებების. ამიტომ ეგრევე მიიღეთ გადაწყვეტილება ეს მეთოდები საქართველოში. სწორი არის, აი ეგრევე რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. მე მქონდა 5 წლის წინ მასთან საუბარი, როცა შევხვდი იმ კურსის ფარგლებში, შემდეგ სპეციალურ მულაჟებზე ჩვენ შევძელი გავაკეთე ეს ოპერაცია და ვნახე, მივხვდი რომ ეს ოპერაცია შესაძლებელი იყო რომ გაგვეკეთებია საქართველოშიდაც, თუმცა ბევრი პრობლემა იყო ამის ამ ოპერაციის დასაწყებად ბევრი პრობლემები ჰქონდა. ეს იყო თქვათ იგივე მაღალ ტექნოლოგიური ინვენტარი. ეს რას ნიშნავს მაღალ ტექნოლოგიური? ეს არის ინტრაოპერაციული კომპიუტერული ტომოგრაფია, ანუ ოპერაციის მსვლელობის დროს შეიძლება გაუკეთო პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფია და იმპლანტი ნახო, სწორად გაქვს დაყენებული თუ არა. როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფია არა გაქვს, პაციენტს ოპერაციის შემდგომ უღებ და მინიმალურ პაციენტებში ზოგჯერ არის ხოლმე რომ გჭირდება რევიზია. ანუ ნიშნავს რომ შეგვჭირდება რეპოზიცია, პოზიციის შეცვლა ამ იმპლანტის. ამ მოწყობილობით შეიძლება ოპერაციის მსვლელობის დროს მიხვდე ესე რომ ვთქვათ, შენს შეცდომა, მოდი ბჭყალებში ვიხმაროთ შეცდომა. ქირურგია ყოველთვის არის რაღაც რისკებთან კავშირში და დამიჯერე 30 ქვეყანაში ვარ, სხვადასხვა განყოფილებაში ნამყოფი და არ არსებობს დღესდღეობით სოფლიოში ისეთი განვითარებული ქვეყნებში, როგორც არის ამერიკა, შვეიცარია, სადაც ეს ტექნოლოგია არ უჭირთ და იქედან გადმოგვაქვს ჩვენ, იქაც კი არის გართულებების რისკი და ეს ზოგჯერ არის ხოლმე 3%, 5%, თუმცა ამის გარეშე, ამ მაღალ ტექნოლოგიური აპარატურის გარეშე ამის რისკი უფრო მაღალი არის. ასევე საჭირო იყო სპეციალური ნეირომონიტორინგის განვითარება, რომელიც მოგცემდა ამ კამბინის სამკუთხედში, რომელიც ამ ექიმმა შექმნა უსაფრთხოდ შესვლას. საჭირო იყო ასევე სპეციალური მაგიდა, რომელიც მაგალითად საქართველოში არ იყო. ეს არის საოპერაციო მაგიდა, ჯექსონის მაგიდა ქვია, რომელიც ძალიან ძვირი არის. თუ არ ვცდები, სადღაც 100,000 ღირს ჩვენმა კლინიკამ შეძლო ამის ყიდვა. წარმოიდგინეთ, ახლა მხოლოდ თქვათ ხერხემლის ოპერაციებისთვის არის თან ეს მაგიდა შექმნილი, ამ ოპერაციაზე თავის ოპერაციას ვერ გააკეთებ. ანუ ნიშნავს, რომ შემჭირდება 2 მაგიდა საოპერაციოში. უკვე შემოდის 2 საოპერაციოს საჭიროება. ერთი რომელიც იქნება განკუთვნილი თავის ტვინის ოპერაციებისთვის, მეორე იქნება ხერხემლის ოპერაციებისთვის. და ეს ყველაფერი ჩვენ
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს შევძელით. ანუ ეს არ იყო, რომ იცი რა 5 წლის წინ მე ვნახე და შემეძლო ამის რეპლიკა გამეკეთებია. ეს იყო ეტაპობრივი, თქვათ, ნაბიჯები. და ახლა სრულყოფილად ვართ მისული იმ რაღაცის. სრულყოფილად ვართ, ასევე იყო ჩემი მხრიდანაც გამოწვევა, რომ მე უნდა მქონოდა მინინვაზიური ოპერაციების გამოცდილება. ამიტომ მე 5 წლის წინ მას შევხედე, 5 წლის წინ ფაქტიურად ჩვენ დავიწყეთ და მე და ჩემ გუნდთან ერთად ყველამ დავიწყეთ მინინვაზიური, თქვათ, ოპერაციები და მივხვდით, რომ მინინვაზიური ოპერაციას გაცილებით უსაფრთხო და გაცილებით ეფექტური იქნებოდა პაციენტებისთვის, ამიტომ 5 წლის წინ დავიწყე. ჯერ თავიდან ეს იყო, თქვათ, სპეციალური ტუბულარი ქვია, როდესაც მხოლოდ გაფართოებას ვაკეთებთ ჭრილობის და არ ჭრით, მხოლოდ კანს ჭრით. და ჯერ დავიწყეთ ტუბულარით ოპერაციები, ამის შემდეგ გადავედით სპეციალური ტრანსკუტანური, ანუ ნიშნავს გაჭრის გარეშე იმპლანტების დაყენება. ამის შემდეგ ევოლუციურად უკვე შემოვიდა ჩვენს განყოფილებაში ნავიგაცია ნიშნავს, რომ ჩვენ გქონდა საუბარი, ნავიგაცია ეს არის GPS სისტემა წარმოიდგინე თავის ტვინის და ხერხემლისთვის, რომელიც გაძლევს ცოცხალ რეჟიმში ანატომიის შეხედვის შესაძლებლობას და შეგიძლია ანატომიური კონტროლი კონდეს და ზუსტ უსაფრთხოდ მოახდინო ამ იმპლანტების, თქვათ, ჩახრახნა, ან თქვათ, თავის ტვინის სიმსივნის, ან ანევრიზმის და ასე შემდეგ სხვა პათოლოგიების მიდგომა უსაფრთხო გზა აირჩიო. შემდეგ, თქვათ, ნავიგაცია განმოვითარეთ. ამის შემდეგ იყო ინტრაოპერაციული კომპიუტერული ტომოგრაფია. ამის შემდეგ და არა მარტო მე ვაკეთებ ამ ოპერაციებს, ჩემს განყოფილებაში უკვე ჩვენ გუნდი შევქმნით და ჩემი განყოფილების ყველა ექიმშეულია მინინვაზიური ოპერაციის გაკეთება. ამის შემდეგ უკვე მზად ვიყავი ტექნოლოგიურად და ვესტუმრე მასთან გავიარე, ამას ქვია გადამზადება, ფელოუშიპი, მცირე ფელოუშიპი, ვესტუმრე მას კლინიკაში, უკვე ტექნიკურად იქ ადგილზე გავიარეთ. გარდა ამ ყველაფრისა, ტექნოლოგიებისა, გარდა, თქვათ, ამ ოპერაციების ცოდნის, ასევე გჭირდება სწორად საოპერაციოს მოწყობა. სად უნდა დადგეს ექთანი, სად უნდა იყოს, თქვათ, რომელიმე აპარატი, რომ განა ამის ცოდნის გარეშე ვერ გააკეთებ ყველაფერს. დრო მეტი გექნება და ჩვენი მიზანი თუ არის, რომ ინტრაოპერაციულად შეამცირო, ოპერაციის მსვლელობის დროს დრო შეამცირო, ანესთეზიის ხანგრძლივობა შეამცირო. რა თქმა უნდა, დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ შენ ამ ოპერაციის დროს ამის მოწყობას მოანდომე 1 საათი, ხო, პაციენტი უკვე დაძინებულია. ამიტომ წარმოიდგინე ამ დროს, როცა სტუმრობ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი 2000 ჯერ გააკეთა, ძალიან ბევრჯერ შეცდა, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და შენ უკვე შეგიძლია მისგან უკვე 2000 ჯერ რო გააკეთა, ის ინფორმაცია გადმოიღო და ამ ეტაპებს აცდე. ეს არის თანამედროვე მიდგომა, როგორ უნდა დანერგო რაღაცა ახალი ოპერაცია, როგორ უნდა შეიმუშაო ახალი ტექნიკა, უსაფრთხოდ, რომ არ იყოს რისკი პაციენტისთვის და ექიმისთვის. ანუ ფაქტიურად მზა რეცეპტი მოიპოვეთ. მზა რეცეპტი მოიპოვეთ, ჩვენ შემდეგ ვესტუმრეთ მას. შემდეგ იყო იქ, რა თქმა უნდა, ის წარმოშვებით არის ირანელი, სხვათა შორის, ეს ექიმი ირანშია დაბადებული. და მისი სურვილი იყო, რომ მისი ქვეყნისთვის გაეკეთებია სასიკეთო და ეს ტექნიკა ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკაში კეთდება და ირლანდიაში და მეორე ყოფილიყო, თქვათ, ირანი. რაღაც პოლიტიკური მიზეზების გამო აღარ შევეხები, ხო? ეს არის, თქვათ, რაც მოხდა ირანში, ამის იმპლემენტირება, ამის დანერგვა ირანში ვეღარ მოხდებოდა. ასევე სხვა ქვეყნებში გარდა თურქეთისა ჩვენ მეზობლებს არ შეეძლოთ ამის გაკეთება, რადგან ეს ყველაფერი არ ქონდათ. ეს ძალიან ძვირიანი არის და ძალიან მაღალ ფასის გადახდას მოითხოვს კლინიკის მხრიდან. შესაბამისად, ერთადერთი ქვეყანა ირანთან ახლოს, ასევე ის რომ შეძლებოდა ამ ტექნიკის სწავლება ირანელ ექიმებს და მარტივად ჩამოსულიყო მათთვის ირანელი ექიმებისთვის რთული არის ამ ეტაპზე წასვლა ევროპაში, წასვლა გერმანიაში. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ ეს კურსი ქუთაისში. ბევრი ირანელი კოლეგა ესწრებოდა ამ კურსს, რათა მათ შეძლონ, თქვათ, ამ ოპერაციების დანერგვა მათ ქვეყანაში. ანუ ჯამში კურსმა კარგად ჩაიარა, როგორც მივხვდი და თქვენ მოხსენებად წარადგინეთ, რომ გითხრათ რა მოხსენებაზე არის საუბარი. რამდენი ხანი მუშაობდით? და რა შეფასება გამოიწვია კოლეგების მხრიდან? ამო კიდევ ერთხელ აუხსნა, რომ ამ კურსს ესწრებოდა ქართველი ნეიროქირურგები და ჩვენი კურსის
მიზანი არ არის რომ მარტო ჩვენ გავაკეთოთ ეს ტექნიკა და მე შემიძლია გითხრათ დღესდღეობით საქართველოში ნეიროქირურგია ძალიან მაღალ დონეზე არის და არსებობს კლინიკები, სადაც შეგიძლია იგივე ხარისხის მედიცინის და იგივე ხარისხის ნეიროქირურგიული ოპერაციის მიღება, რასაც მიიღებდით თქვათ ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რასაც მიიღებდით თქვათ შვეიცარიაში და რამოდენიმეა დღესდღეობით ესეთი მსგავსი კლინიკა და ჩვენი მიზანი არის რომ ჩვენმა კოლეგებმაც მსგავსი ოპერაციები დაიწყოს და საერთოდ თუ საერთო დონე აიწევა საქართველოში და იქნება მაღალი, უფრო მეტი ნდობა იქნება პაციენტის მხრიდან, რეპუტაციულად ყველა ეს არა მარტო ჩემზე იმოქმედებს ადებითად, ყველა ექიმზე იმოქმედებს, ხო დღესდღეობით რიგი მიზეზების გამო ჩვენ ვიცით რომ თქვა პაციენტებს ნაკლები ნდობა აქვთ ექიმების მიმართ და ბევრი პაციენტი მიდის უცხოეთში. ამის მიზეზი ბევრი არის და არ არის ხა დღეს ჩვენი გადაცემის თემა ეს. თუმცა მსგავსი ტიპის შეხვედრები, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ საერთო დონე განვავითაროთ, ბევრმა ნეიროქირურგმა შეძლოს ამ თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა, ეს აისახება დადებითად არა მარტო ჩემზე, ზოგადად თქვა ქართულ მედიცინაზე და შეიძლება აისახოს თქვა დადებითად არა მარტო ნეიროქირურგიას, არამედ სხვა პროფესიის ექიმზედაც. ასევე ესწრებოდა იმ კურსს დაუბრუნდე ირანელი, პალესტინიდან ესწრებოდა ასევე ნეიროქირურგი. ამ კურსის პარალელში 5 ოპერაცია გავაკეთეთ, 5 მაღალ რისკიანი ოპერაცია, რომელიც ამ ტექნიკის გარეშე მოითხოვდა ძალიან რთულ ოპერაციას. მათ ჰქონდა დეფორმირებული ხერხემალი, რთული იყო ამ ოპერაციის შესრულება ამ ტექნიკის გარეშე, რთული ვამბობ ანესთეზიის თვალსაზრისით ხანგრძლივი ოპერაცია დაჭირდებოდა. 5-ვე ოპერაცია ვერტისყალობით წარმატებით არის, წარმატებით ჩაიარა ეს პაციენტები გადიან რეაბილიტაციას, ჩვენ შევქმნით ანუ ამ სტუმრობის მიზანი კიდე რა არის? შეგიძლია ძალიან მარტივად პროტოკოლიზირება და სისტემატიზაცია რაღაცა მკურნალობს. ანუ რას ნიშნავს? წარმოიდგინე ადამიანმა, რომელმაც 2000 ოპერაცია გაიარა, რომ რაღაცა ექსპერტის დონემდე მისულიყო, ძალიან ბევრი პროტოკოლის შექმნა. თქვათ ოპერაციამდე როგორ რაწამალი უნდა მისცე პაციენტს, ოპერაციის მერე როდის უნდა დაიწყო რეაბილიტაცია, როდის უნდა დააყენო ფეხზე. არის ეს, თქვათ, დღესდღეობით ხელმისაწვდომია ყველა ექიმის, მაგალითად ერას პროტოკოლი და ბევრი პროტოკოლები არსებობს რეაბილიტაციის პროგრამები. თუმცა, როდესაც შენ შესაძლებლობა გაქვს, რომ ეს პროგრამა შექმნა მხოლოდ ერთი ოპერაციისთვის, ეს გაცილებით ეფექტურს გახდის როგორც შენ, როგორც ექიმს, ასევე პაციენტის გამოსავალს და მას უკვე ეს ყველაფერი შექმნილი ქონდა. და ჩვენი უნდა გაგვეკეთებია ამის გადათარგმნა და ადაპტირება ჩვენს რეაბილიტოლოგებთან, ექიმებთან, ანესთეზიოლოგთან და თქვათ ნევროლოგთან და ჩვენს კოლეგებთან ერთად, რაც ფაქტიურად ღია გახდა ჩვენთვის. ყველა ამ ინფორმაციაზე წვდომა მოგცა ამ ექიმა აბასმა. ყველა მას აქვს ასევე უნივერსიტეტი, ავიცენას უნივერსიტეტი და მისი მიზანი არის სწავლება. შესაძლებლობა რომ გითხრათ იქნებ მოისმინოს ვინმე სტუდენტმა და შესაბამისად ისარგებლობს ამ უნიკალური შესაძლებლობით. რაც შეეხება აბაზედაც ჰქონდა ამ კურსის განმავლობაში ექიმა აბასმა ჩვენ გითხრა რომ ქართველ სტუდენტს, უფრო მეტად რეზიდენტს შეუძლია თუ ჩააბარებს USML-ის გამოცდას. USML-ის გამოცდა, რა თქმა უნდა, მარტივი ჩასაბარებელი არ არის, თუმცა ჩაბარების შემთხვევაშიდაც ნეიროქირურგიაში მოხვედრა ამერიკაში ძალიან რთული არის. მე ნეიროქირურგ, როგორც ასეთ ნეიროქირურგს ქართველს, შეიძლება მე არ ეს არ ნიშნავს რომ არავინ არ არის, თუმცა ჩემი ინფორმაციით ნეიროქირურგი დღესდღეობით ამერიკაში ქართველი არავინ არ არის. ეს იმას ნიშნავს, ძალიან ბევრი ქართველია ამერიკაში, ეს არის თქვა თერაპიულ პროფილის ექიმები რეანიმაციაში, ნეიროინტერვენციაშიც არის, ასევე თქვა ორთოპედიაში, კარდიოქირურგიაში, მაგრამ ნეიროქირურგიაში მე არ ვიცი. შეიძლება ვწდებოდეთ, თუმცა მე მაქვს თითქმის ამ ინფორმაციასთან წესდარიგით მე უნდა მქონდეს წვდომა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად განა თქვა ვერაბარებენ ბევრი აბარებს, მაგრამ ძალიან რთული არის იქ ნეიროქირურგის რეზიდენტურის ადგილის მოძებნა და ფელოუშიპის მოძებნა. რადგან ექიმ აბას აქვს თავისი უნივერსიტეტი, თავისი საუნივერსიტეტო კლინიკა, მან მოგცა პირობა, რომ მას შეუძლია საქართველოდან ყოველწლიურად რამოდენიმე ექიმის წაყვანა და თქვა ფელოუშიპზე აყვანა, რაც ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო ჩემთვისაც, როდესაც მე სტუდენტი და რეზიდენტი ვიყავი და დღესდღეობით ეს ხომ არ გსურთ დაუბრუნდეთ იმ წლებს? რატომაც არა.
ხო და იგივე შესაძლებლობები ქონოდათ მაშინ ხო ხა შეიძლება კიდევ უფრო მაღალი დონის და სხვანაირი ყოფილიყო ქართული ნეიროქირურგია. გეთანხმები, თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და შეუძლიათ უკვე ახალგაზრდებმა, რომელიც ჩემზე გაცილებით ახალგაზრდები არიან, ჩემზე ჭკვიანები არიან, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თქვა წავიდნენ ამერიკაში და ფელოუშიპი გაიარონ, რეზიდენტურა გაიარონ და მე მათი ცოდნა მოახმარონ ახალგაზრდებს და როცა უკვე შენ თქვა ამერიკაში და ესე წარმატებულ ქვეყნებში მუშაობ, ძალიან მარტივი არის რომ იქედან თქვა როდესაც თქვა ამერიკელი გეხმარება, ესე იგი ქართველს გაცილებით უფრო მეტი мотиваცია უნდა გქონდეს, რომ იგივე ჰუმანიტარული მიზნებით არა მისი პირადი თქვა მიზნებისთვის, არამედ ჰუმანიტარული მიზნებისთვის გააკეთოს ოპერაცია, ბევრი ახალგაზრდა წაიყვანოს მის ცენტრში და მისცეს ეს ინფორმაცია, რომელიც სამწუხაროდ, როდესაც მე ვიყავი სტუდენტი და რეზიდენტი, ეს ინფორმაცია ჩემთვის არ იყო, ესე რომ ვთქვათ, ხელმისაწვდომი. ფუფუნებისაგან წარმოქმნდა მეტიც, ხო? იაგო ექიმო, არის მოდი ჩვენ საქართველოსზე ვთქვათ, ან თუ გინდ დედამიწაზე ადამიანი, რომელიც ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ნეიროქირურგის ხელში არ გაივლის. ნეიროქირურგის ხელში არ გაივლის? აი, გადავეკვეთებით მაინც რომელიმე ეტაპზე, ხო? მე ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი, რომ ყველა ადამიანმა ნეიროქირურგთან გქონდეს შეხება. შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანის 90%-ს ერთხელ მაინც ჰქონდა მის სიცოცხლეში წელის ტკივილი, თუ აი ამ მიმართულებით მიუდგებით და წელის ტკივილის გამო შესაძლებელია მას დასჭირდა ვიზიტი უფრო მეტად ვთქვათ ან ხერხემლის ქირურგთან, ან ნევროლოგთან, ესე ვიტყოდი. არ არის აუცილებელი, რომ ადამიანს მის სიცოცხლის განმავლობაში ნეიროქირურგთან გქონდეს შეხება. ყველაზე ხშირი დაავადება, რის გამოც ნეიროქირურგთან და ნევროლოგთან მიდის პაციენტი, ეს არის დღესდღეობით თანამედროვე ჩვენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე არასპორტული ცხოვრება, არაჯანსაღი ცხოვრება, ეს არის თქვა წელის ტკივილი და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების გახშირება, რადგან ნაკლებად განვითარებული გვაქვს კუნთოვანი კორსეტი, არ ვარჯიშობთ სიგარეტის მოხმარება, თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი ცხოვრების წესი ხელს უწყობს დეგენერაციული დაავადებების სწრაფად განვითარებას. შეგვიძლია ესე ვთქვათ. ხო, ეს რაღაც რუტინა არის და ხშირ შემთხვევაში ყურადღებას არ ვაქცევთ. ხო, წელის ტკივილია გაივლის, დღეს არ გაივლის, ხვალ გაივლის. ან შემდეგ ვეჩვევით. რამდენად სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანები ესე ზერელი დამოკიდებულება? რომელიც ხანაც მოუცლელობის გამო, ხან ფინანსური დეფიციტი. მანდ არის ორი მომენტი. რომელი აბა? ორი მომენტი არის, როდესაც შეიძლება ადრეული ნეიროქირურგთან მისვლა, პირიქით სახიფათოც იყოს. რა კუთხით? მაგალითად, არსებობს ქვეყნები, სადაც კაცრად კონტროლირდება, როდის უნდა გაუკეთო პაციენტს ხერხემალზე ოპერაცია. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ახალი განვითარებული თიაქარი, მალთაშორის თიაქარი ნიშნავს დეგენერაციული დაავადების გამო ამოვარდნილი ფრაგმენტი, რომელიც ნერვს აწვება და ის მოხვდება ნეიროქირურგთან. ნეიროქირურგმა შეიძლება დაუნიშნოს ოპერაცია. ოპერაციის მერე პაციენტი კარგად იქნება, რა თქმა უნდა, არანაირი ჩივილები არ ექნება, თუმცა მანდ არის ერთი ნიუანსი, რომ მას შეიძლება და ეს დაავადება კონსერვატიულადაც ემკურნალო. და პაციენტების 80%-ს ეს ტკივილი ეხსნება 8 კვირაში მედიკამენტოზურად. ამიტომ ისეთ ქვეყნებში, სადაც ძალიან მკაცრად არის სისტემატიზირებული და კონტროლირებული არის, თქვათ ეს სამედიცინო სისტემა, მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში, ხო, იქ ნეიროქირურგთან 8 კვირა თუ არ გავიდა პაციენტს არ აქვს ნევროლოგის კონსულტაცია, გავლილი დიაბეტოლოგის, მას არ აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა გავლილი, ის ვერ მოხდება ნეიროქირურგთან. ძალიანაც რა უნდადეს? ვერ მოხდება. იქ მაგალითად კანადაში, ამერიკაში სხვა სისტემა არის, ბევრი არის კერძო კლინიკები, მაგრამ იქ სადაც არის თქვა სახელმწიფოს მიერ კონტროლირდება და სახელმწიფოს აქვს თქვა მძლავრი სახელმწიფო სეგმენტი კლინიკების, იქ ძალიან რთული არის, სადაც თქვა სახელმწიფო დაზღვევა აქვს ასევე პაციენტს. შეიძლება მას ჰქონდეს პრივატული დაზღვევა და თავისით მივიდეს, თუმცა ეს იშვიათი არის. ამიტომ ამას აქვს ორი მხარე. და ხშირად ხსმენია, ხო, ჩვენი ახლობლები, ოჯახის წევრები, თქვათ, არიან უცხოეთში და 6 თვე მომიწია ლოდინი. თავადაც საკუთარი თვალით მინახავს. ხო, და აქ რა კარგი არის, რომ ეგრევე მიდის ნეიროქირურგთან და თქვათ, ამას აქვს ორი მხარე. მალე ნეიროქირურგთან მისვლა შეიძლება იყოს ასოცირდებოდეს უფრო მეტ ქირურგიულ ჩარევასთან, რომელიც პოტენციურად შეიძლებოდა თქვათ მედიკამენტოზურად ან კონსერვატიულად ემკურნალა.
თუმცა რა თქმა უნდა ხა თუ რაღაც ადამიანს აქვს ისეთი ჩივილები, რომელიც აუცილებელია რომ ადრეულად გამოავლინო, ეს არის თქვა რა არის ისეთ საყურადღებო ესე მოდი არა ექიმებიც გვისმენენ და მათთვის რა არის რომელი ტკივილია, აქ უნდა იცოდე რომელი ტკივილია სახიფათო და რომელი ტკივილი არის არასახიფათო. ტკივილი რომელიც არის თქვა ერთჯერადად აღმოცენებული წელის ტკივილი, ეს არ არის სახიფათო. ტკივილი ყურადღება უნდა მიაქციოს პაციენტმა, თუ ეს ტკივილი გრძელდება 3 თვეზე მეტხანს. ეს უკვე ითვლება ქრონიკულ ტკივილად. 3 თვემდე შეიძლება მიიღო არასტეროიდი ტკივი გამაყუჩებელი, იბუპროფენი, ივარჯიშო, ფიზიოთერაპია ჩაიტარო, იცურავო. თუ 3 თვეზე მეტხანს გრძელდება, ეს არის უკვე ყურადღებას იქცევს და აუცილებლად უნდა მივიდეს პაციენტი ნევროლოგთან. რა ტკივილი ასევე სახიფათო. უეცრად განვითარებული ძლიერი ტკივილი, ან დაცემის შედეგად, ან პაციენტს ვისაც აქვს რაღაცა წინა განწყობა, ან ონკოლოგიური დაავადება აქვს და დაეწყება წელის ტკივილი, შეიძლება იყოს საფიქრებელი ხო არ არის მეორადი დაზიანება. ან თუ თქვა ფეხის ტკივილი აქვს აი ამ დაავადების გამო და განვითარდა სისუსტე ფეხში, ანუ ვერ ახდენს ტერფის აწევას, ან ფეხის აწევა უჭირს და ეს ნელ-ნელა იმატებს დინამიკაში. ეს აუცილებლად მალე მოითხოვს ექიმის ჩარევას. დანარჩენ სხვა შემთხვევაში უმეტესად პაციენტს აქვს 3-დან 6 თვემდე, რომ ეს დაავადება მართოს მედიკამენტოზურად. ხო, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ და შეიძლება ამ შემთხვევაში რაც ამბობთ, რომ სხვა ქვეყნებში არ ხდება ეგრე, რომ პირდაპირ ოპერაცია გაიკეთონ, აი მე ჩემს ირგვლივ მსმენია, რომ რატომ და თქვათ გადავყარო ფული მედიკამენტებში, უცებ მოვაგვარებ ამას. თუ მაინც ბოლო გაჩერება ოპერაცია უნდა იყოს და თითქოს ფულს დაზოგავს, დროს დაზოგავს და ესეთი დამოკიდებულებაც მსმენია ჩემს ირგვლივ. მანდაც რა არის? მანდაც ესეთ პოლიტიკური თემა არის. თუ ქვეყანაში არის ძლავრი მედიცინა, პირველი რგოლის მედიცინა სწორად არის განვითარებული, ანუ ოჯახის ექიმის ინსტიტუცია კარგად არის განვითარებული, მას უკვე შეუძლია ეს დაავადება მართოს, თქვათ, ქირურგამდე და იქ როგორც წესი დიდი დანახარჯი პაციენტის მხრიდან არ არის ხოლმე. და რა თქმა უნდა, მისი мотиваციაც და ექიმის мотиваციაც უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება გვიან გაუკეთოს პაციენტს ოპერაცია და დიდი უნდა მისცე ყოველთვის შანსი პაციენტს, რომ თქვათ, კონსერვატიულად იმკურნალოს. რატო? მე ქირურგი ვარ, რა თქმა უნდა, ოპერაცია მე ესე რომ თქვათ, ჩემი სპეციალობა არის ოპერაციის გაკეთება, მაგრამ ქირურგია ყოველთვის არის, რაც არ უნდა ჩვენ ახალ ტექნოლოგიებზე ვისაუბროთ, მაღალ ტექნოლოგიაზე ვისაუბროთ, რაღაც რისკებთან ყოველთვის არის. ხო, ნებისმიერი ჩარევა უკვე ინფექციის რისკია. ნებისმიერი თქვათ ანესთეზიას თავის რისკი აქვს. ეს შეიძლება იყოს იშვიათი, თუმცა ვიღაცისთვის ის იშვიათი შეიძლება გახდეს უკვე თქვათ წყარო გართულების. ასევე გამეორება, ხო, ყველაზე ხშირი რაც არის ხოლმე აი ხერხემლის ოპერაციებზე რაც მახსენდება და რაც თქვათ პაციენტისთვის ცოტა ისეთ რთულად ასახსნელია, ხო, რატო ოპერაცია გავიკეთე, რატო გამეორა. და შეიძლება თქვათ მე სხვა ექიმა მისასარგებლოდ გამოიყენოს თუ შეინა ოპერაციები სხვასთან მივიდა. რა თქმა უნდა, რეციდივი. ყოველთვის ახლოს რეციდივი თან ხერხემლის. ყოველთვის არ ახლავს, ამის ალბათობა არის დაახლოებით. სხვა ინსტიტუციაში არის 5-დან 15%-მდე. ჩვენი სტატისტიკა გაკეთებული გვაქვს უკვე, მაგალითად, მეცაც გეტყვით, შევადარეთ ღია ოპერაცია, როცა ტრადიციულ ოპერაციებს ვაკეთებდით, იმჟამინდელი ჩვენი რეციდივი, ანუ გამეორების ალბათობა და თქვათ მინინვაზიური გართულებების ალბათობა, ეს უკვე ბოლო 5 წელიწადია, როგორც თქვი, ვაკეთებ და დიდი დრო არის გასული, რომ ამის ანალიზის და სტატისტიკის ფართ რა ქვია შეფასება ქონდა და თქო შეგვედარებია. რა უნდა სტატისტიკა? ჩემი რეციდივი დღეს არის 4%. ინვაზიურს გულისხმობთ. მინინვაზიური ჩარევის ჩემი ნაოპერაციები პაციენტების 4%-ს პირველ 2 წელს, აი თუ ვსაუბრობთ მიკროდისკექტომიას ვეძახი, როდესაც თქვათ აი თიაქრის გამო გაუკეთე ოპერაცია. იქ არის ბევრი სხვა დაავადებები, რაც სტენოზი, თქვათ შევიწროვება არხის, რაღაცა იმპლანტის დაყენება, რაღაცა ლისტეზის გამო. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მარტივ დისკექტომიაზე, აი ამ მინი განაკვეთით გაკეთებული ოპერაციის, მინინვაზიურით გაკეთებული პაციენტების 4%-ს პირველი 2 წლის განმავლობაში ზოგს თავს ქონდა შემთხვევა, როდესაც მალე გაუმეორა ერთ თვეში. თუმცა ის პაციენტები, რომელიც ჩემთან დაბრუნდა, ამ 4%-დან პაციენტების 2%-ს გაუკეთე განმეორებითი ოპერაცია. დანარჩენები 2% მართე მედიკამენტოზურად. იქ იქნებოდა უკვე სპინალური ინფილტრაცია, ანუ აი ამ თქვა ნემსის, რასაც ჰქონდა საუბარი გადაცემამდე, ნემსით, მედიკამენტოზურად, ფიზიოპროცედურებით.
თუმცა რა თქმა უნდა არის ერთი ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი დაფიქსირდა ინფექციის ალბათობა ინფექცია აი ამ ტიპის ოპერაციების დროს მინინვაზიური ხერხემლის ოპერაციების ბოლო 5 წლის განმავლობაში ჰქონდა ღმერთის წყალობით 0%. ხა ამ საჯაროდ ვამბობ და შეუძლია ჩემმა პაციენტებმა მოისმინონ ეს და ეს არ იყოს მე ამას ვერ ვიტყოდი ხო საჯაროდ. რა თქმა უნდა ეს იმას ანიშნავს რომ ხვალ არ მექნება ინფექცია, ამის ალბათობა ღია ტრადიციული ოპერაციების დროს დაახლოებით არის თუ მინი ოპერაცია ესე ვთქვათ საშუალო და მარტივ ოპერაციას აკეთებ, ეგეთი დეფინიცია არის. საშუალო და მარტივი არის ოპერაცია, როდესაც ერთ დონეზე ან ორ დონეზე აკეთებ და 3 საათზე მეტი არ გრძელდება. რაც უფრო ხანგრძლივია ოპერაცია და რაც უფრო მასშტაბი განაკვეთ დიდი გაქვს, ინფექციის რისკი მაღალი გაქვს. რა თქმა უნდა, მინინვაზიურების დროს ეს რისკი არის 1-დან 3%-მდე არის, მაგრამ ღმერთის წყალობით დღეობით არ მქონია და ეს ბევრი რამის დამსახურება არის, მარტო ჩემი დამსახურება არ არის. ეს არის თქვათ, იგივე ეხა ბევრი ნიუანსები არის, ხო, ეს არის საოპერაციო სწორად მოწყობა. რატო ამ დეტალებში ბოლო პერიოდში ჩავერთე, როდესაც ორ საოპერაციოს აკეთებენ ეხა ჩვენთან კლინიკაში, რომელიც იქნება ძალიან აპრობირებული და ადაპტირებული ამ ტიპის ოპერაციების, დიდი ოპერაციების და კომპლექსური ოპერაციების გასაკეთებად, რატო ამას მოიწყობს დიდ სივრცეს. დაახლოებით 70 კვადრატი და მეტი არის თუ ავსდები ჩვენი საოპერაციო იქნება ერთ თვეში. ეს ძალიან ესეთი საოპერაციო ნახე ამერიკაში, აი ამ მექიმთან როცა ვიყავი. ეს ნიშნავს რომ სწორი სეტინგი, ანუ სწორი ტექნიკის სწორად ეხლა წარმოგიდგენთ ეს ოთახი რო იყოს პატარა და ყველა განათება რო ერთ ადგილზე გქონდეს, ხო ცუდი ვიზუალი ექნებოდა. ეს მოგცემს საშუალებას რომ ნავიგაცია, რენტგენი სწორად გაანაწილო. თან აქ ადამიანის სიცოცხლეზეა. ადამიანის სიცოცხლეზე ასევე იქ არის სტერილური ჰაერის ნაკადი სწორად გადანაწილება. ეს რო სწორად ხდებოდა ამაზე ისიც მეტყველებს რომ რაც გითხარი ინფექციების ალბათობა გეგმიურ ოპერაციებზე აქვს საუბარი, როდესაც თქვა პაციენტს არ დაჭირდა დაყოვნება კლინიკაში და თქვა მინი ოპერაცია გაუკეთე და ამ შემთხვევაში ვქონდა 0%. და ეს არის დამსახურება ექთნების, ხო, ეხა ექთანზე ჩემი ექთანი რო ეხმარებოდა, გვეხმარებოდა და იქ ეს კოლეგა ჩვენი აბასი უყურებდა კლინიკას ხსნის ეხლა ეს ექიმი ჰიუსტონში და უთხრა რომ ხვალვე გაგიფორმებ ხაშეკულებას თუ წამოხვალ ჩვენთან. რაო, თქვენი ერთგულება გადაწყვეტა თუ ამერიკაში? დასაფასებელია სხვადასხვა. ჩვენს ქვეყანაში ერთგულება როგორ ფასდება არ ვიცი, მაგრამ დასაფასებელი როა ფაქტია. იცით რა მაინტერესებს იაგო ექიმო? აი მაგალითად ის 4% ვინც თქვით. აი ეს რეციდივი პაციენტის დამოუკიდებლად ხდება თუ შეიძლება რამე არასწორი გააკეთოს ოპერაციის შემდეგ და ამან გამოიწვიოს და ეს იყოს მაპროვოცირებელი. რეციდივის მიზეზი შეიძლება იყოს ორი. ერთი შეიძლება იყოს ქირურგის მხრიდან. ჩვენ ვართ ქირურგები და არ გეგონოს ქირურგი, რომელიც 100%-ით სწორად აკეთებს. ანუ სწორად რას ნიშნავს ნახეთ? ერთი არის რომ იცი როგორ უნდა გააკეთოს სწორად, ყველაფერი გამოიყენე იმისთვის, რომ სწორად გაიკეთებია ეს ოპერაცია, იცი ამ გართულებების სწორად მართვა, თავი არ არიდე პასუხისგებლობა, ასე ვთქვათ, პასუხისგებლობას არ არიდე თავი შენი გართულების მართვის. ეს ნიშნავს უსაფრთხო ქირურგს. აი ამ კატეგორიაში გადის უსაფრთხო ქირურგების, ესე ვთქვათ, კატეგორია. თუმცა შეიძლება ოპერაციის სოლობის დროს ფრაგმენტი სრულყოფილად ვერ ამოიღო და თქვათ დაგჭეს. ეს შეიძლება იყოს მოუვიდეს როგორც ნაკლებად გამოცდილ ექიმს, ასევე ძალიან გამოცდილ ექიმს. და ამის სტატისტიკა არსებობს, ხო, რამდენი დარჩა, ამის თუ დღესდღეობით ამაზე წვდომა აქვს ყველას, ხო? თანამედროვე აი ამ ტექნიკები AI-ის და თქვათ ინტერნეტის ეპოქაში ეს ყველაფერი დათვლადი არის. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამოცდილი ექიმი შეიძლება ფრაგმენტი აი ამ ამოღების დროს დარჩეს. ერთი ეგ არის ადრეული რეციდივის მიზეზი და ამის ეს როგორ შეიძლება მიხვდეს ექი პაციენტი. გაიღვიძა და ისევ ტკივილი აქვს რა. ანუ ეს შეიძლება იყოს თქვათ ამის მიზეზი. მეორე ეს არის თქვათ მოგვიანებითი რეციდივი, როდესაც ყველაფერი კარგად იყო, იდეალურად იყო, პაციენტი გაიღვიძა, კარგად იყო, ამას არატკივილი არ ქონდა, თუმცა რატო განვითარდა, ხო, რატო ამოვარდა ეს? იქ იყო დეგენერაციული პროცესი, ანუ დაცვეთილი იყო, ელასტიურობა ამ დისკს დაკარგული ქონდა. ჩვენ ექიმა პირველი შანსი უნდა მისცეს, რომ მინიჩარევა გაუკეთოს პაციენტს. მიუხედავად ამ მინიჩარევისა, ის ნაკლებად ელასტიური დისკი იქ არის და შეიძლება იმ დეფექტიდან, თქვათ,
თუ რა თქმა უნდა პაციენტმა ადრეულად დატვირთვა დაიწყო, არის იქ ჩვენ გვაქვს ეს პროტოკოლიზირებულია, რა უნდა გააკეთოს და ადრეული თქვათ რა მოძრაობებს უნდა არიდოს თავი. შეიძლება ამ მოძრაობის დროს განუვითარდეს ეს გამეორება. ან შეიძლება ესეც არ გააკეთოს და ისე გაუმეოროს. ანუ ამ დაავადების დროს პაციენტების 5-დან 15% პაციენტს განვითარებული ქვეყნების და სხვადასხვა ინსტიტუციის მაგალითზე შეიძლება გაუმეოროს პირველი 2 წლის განმავლობაში იგივე დონეზე. აქ არის საუბარი, რომ ოპერაცია გავუკეთეთ, ზუსტად იგივე დონეზე გაუმეორა ამ პრობლემა. თორე შეიძლება სხვა დონეზე რამოდენიმე წლის მერე ისედაც ეს იყოს დაბერების და ცვეთის თანხლები პროცესი. კეთილი, რეაბილიტაციას რა ძალა აქვს, იმიტომ რომ რაც არ უნდა წარმატებული იყოს ოპერაცია და უშუალოდ ნეიროქირურგმა და კოლეგებმა ძალიან კარგ და მაღალ დონეზე ჩაატარონ და კმაყოფილება იგრძნონ, თუ რეაბილიტაციას თავს არიდებენ, რა ხდება შემდეგ? რეაბილიტაცია ამ ტიპის ოპერაციების დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორად განათლება პაციენტის, როგორ უნდა გაიკეთოს რეაბილიტაცია, ოპერაციის შემდგომ როდის უნდა დაიწყოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ახლო კონტაქტი ქონდეს რეაბილიტოლოგთან და სწორად დაგეგმო ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციური ნაბიჯები. რადგან რაღაცა პაციენტების რაღაც ჯგუფს ოპერაციის შემდგომ გააჩნია თქვა როგორც კომპლექსურ ოპერაციას აკეთებ, შეიძლება პირიქით გაუარესებაც ქონდეს რაღაცა პერიოდი, თქვა ჭილობის ტკივილი ქონდეს, ნერვის ირიტაციას ვეძახით, როდესაც манипуляციურად შეშუპდეს ნერვი, ან იქ სპეციალური ამ ოპერაციას გვერდიდან როცა აკეთებ, სპეციალურ კუნთს გადიხარ, ფსუას კუნთს გადიხარ, სადაც შეიძლება შეშუპება მოხდეს და იქ ნერვებზე ზეწოლა მოხდეს და აი ამ დროს სწორი განათლება პაციენტის და რეაბილიტოლოგისა და ნეიროქირურგის ერთად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამის ფუფუნება და ამის შესაძლებლობა დღეს ჩვენ გვაქვს, ჩვენ თანამშრომლობთ რეაბილიტოლოგებთან და ოპერაციიდან მალევე ვიწყებთ რეაბილიტაციას, ოპერაციის მერე უკვე თქვა შეუძლიათ პაციენტებს რეაბილიტაციის სწორად დაწყება და ისინი ამ რეაბილიტაციის პროცესში ჩვენგან დამოუკიდებლად არ ფუნქციონირებენ, არ მოქმედებენ. ჩვენთან შეთანხმებით და ჩვენ ყოველთვის ვაკონტროლებთ როგორ არის პაციენტი, თუ რაიმე დამატებითი ჩივილი აქვს, აუცილებლად მათ უნდა გქონდეთ წვდომა მის ნეიროქირურგთან და რაც უფრო ახლოს არის ტერიტორიულად ნეიროქირურგი და ახლოს არის ტერიტორიულად რეაბილიტოლოგი, გაცილებით უკეთესი შედეგის დადება შეიძლება ამ პაციენტის, თქვათ, მდგომარეობის გაუმჯობესების და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით. შევაჯეროთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რას დაგვიტოვებთ ესე საკონცო ფრაზებს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში ჩვენი ჯანმრთელობა უკეთესი იქნება. მე როგორც ყოველთვის ვიტყოდი, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი ხო იოლია, მაგრამ რატო გვეზარება თუ რატო არ ვაკეთებთ თუ რა ხდება ამ დროს? თითქოს ყველაფერი ვიცი და ხო, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენს კულტურაზე, ჩვენს ესე რომ ვთქვათ, განათლებაზე, ჩვენს არ ვიცი, სკოლაზე, ჩვენს უნივერსიტეტზე დამოკიდებული, ხო? არსებობს ქვეყნები, სადაც თავიდანვე ვთქვათ, იციან როგორ უნდა მართონ მისი ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესებს, თავიდანვე უნერგავენ ბავშვებს. ნუ ჩვენთან ეს რაღაც მიზეზების გამო არ იყო ჩვენს ქვეყანაში სწორად განვითარებული, თუმცა აქაც არასოდეს არ არის გვიან. სიგარეტი ძალიან უკვე მე მგონი ამაზე კითხვა აღარ არის, რომ ბევრი კვლევა არსებობს, მაგალითად არსებობს ქვეყნები, კლინიკები, ინსტიტუციები, სადაც მწეველებს ხერხემალში იმპლანტს არ უყენებენ. ცდილობენ, რომ ვთქვათ, ნაკლებად არ უყენებენ, ცოტა ისეთი ნათქვამი, ანუ შეურჩიონ სხვა ტიპის არა ვთქვათ, იმპლანტირების ოპერაცია, იმიტომ რომ მაღალი არის ინფექციის ალბათობა, მაღალი არის ცრუსახსის ჩამოყალიბების ალბათობა. ამაზე მე მგონი ხა დღესდღეობით ინფორმაცია ყველას არ გვაქვს, რომ სიგარეტი ძალიან მავნებელი არის არა მარტო გულ-სიძახთა სისტემისთვის, ინსულტი, თქვათ, არ ვიცი, ასევე ხერხემლისთვის. რავი, ეგ არის ალბათ ჯანმრთელი ცხოვრების წესი და სპორტული ცხოვრება მნიშვნელოვანი არის ყველა ნეიროქირურგიული პათოლოგიის და დაავადების სამართავად. და თუ მაინც და მაინც რაიმე ჩივილებს იგრძნობთ და ეს 1.3 თვე ვადა ამოიწურება და ისევ დაგრჩებათ, უკვე იცით ვის უნდა მიმართოთ, ხო? მადლობა. ბატონო იაგო, წარმატებულ კვირას გისურვებთ. ბევრ ჯანმრთელობულ პაციენტს გისურვებთ და დროებით დაგემშვიდობებით მორიგ საერთო შეხვედრამდე თქვენის ნებართვით. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი ნახვამდის.
ჯერფასო ტელემაყურებლებო, გადაცემაში უოთხე ქუთაისში დღეისათვის დასრულებულია. ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი იაგო ცერცვაძე. თქვენთვის ნანა თევდორაძე მუშაობდა, ლიკა ჩოგოვაძე კადრს მიღმა, ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ და დაგეგმოთ. ხოლმე საუკეთესო სურვილებით ნახვამდის.